ეთერში ვარ და გადაცემის სტუმარია პარტია მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი თამაზ მეჭიაური. მოგესალმებით ბატონო თამაზ, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონო თამაზ, თქვენი სიტყვები უნდა წაგიკითხოთ. მიუმართავ ბიძინა ივანიშვილს თავისი ქონება სულ რომ გადაუფორმოს იანკელის მემკვიდრეობის გარეშე რომ დატოვოს შვილები და ბერად აღიკვეცოს, დასავლური ძალები და ნაციონალები მაინც არ მოასვენებენ. აი ეს ბრძანეთ თქვენი განცხადება. რას ნიშნავს ეს ბატონო თამაზ? ნაციონალებს აქვთ გავლენა ბიძინა ივანიშვილზე თუ ამერიკის ელჩს აქვს ასეთი გავლენა? რას გულისხმობთ? მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. გავლენა ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოზე და აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილზეც მე მგონი ეს ახალი არაა. და რაც არ უნდა მისაღები ნაბიჯები გადადგას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაინც მათთვის, ამერიკელებისთვის მიშა სააკაშვილი უფრო მისაღებია და მისი გუნდი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს საქართველოსთვის გაკეთებული. აშენებული აქვს უამრავი ტაძარი და აღდგენილი აქვს. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა ამერიკელების დავალებები თუ მათთვის მოსაწონი გადაწყვეტილებები მიიღოს და საქმე აკეთოს, მაინც ისინი ვერ დაივიწყებენ ვერასდროს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ეროვნული მოღვაწეა უპირველესად და აქედან გამომდინარე მის მიმართ მაინც არ ექნებათ ნდობა. და რა ტიპის გავლენაზე საუბრობთ ბატონო თამაზ? იქნებ უფრო დააკონკრეტოთ ეს მინიშნება. გავლენა თუნდაც რომ ავიღოთ ახლა თუნდაც ჯერ არ გაუკეთებიათ პარტიული სია, მაგრამ თუნდაც ის პრეზენტაცია როცა გააკეთეს ახალი სახეების, იქ სალსახათა უკვე მინიშნება იმაზე, რომ ფაქტიურად ეს სია რაც საქართველოში არ უნდა იყოს გაკეთებული. იქ მაინც და მაინც სულ ცდელობა არის ეს ხალხი იყოს იქ შემოყვანილი. მე არ ვიძახი რომ ისინი ცუდები არიან. რატომღაც აქცენტია ამერიკულ განათლებაზე და ჩვენს უნივერსიტეტებში მიღებული განათლება რატომღაც მეორე ხარისხოვნად აღითქმება და არა და აქ ჩვენს უნივერსიტეტებში უამრავი ადამიანი გაიზარდა ისეთი დაიზრდება მომავალშიც, რომელიც შეიძლება არანაკლები გასაგებია ბატონო თამაზ. ხედვებით გამოირჩეოდნენ, ვიდრე სხვა ქვეყნებში რაღაცა პერიოდით სტაჟირება გავლილი ჩვენი ასევე სასახელო ახალგაზრდა. თქვენს კოალიცია